Ამდე ახლა ნახოთ 2025 წლის ბოლო 51 ამოცანა რა არის და როგორ იხსნა. ანუ ას განვიხილოთ 2025 წლის პირველი ვარიანტის 51 ამოცანა. იპოვეთ მთელ რიცხვთან ყველა შესაძლო x, y წყვილი, რომელთათვისაც სრულდება ტოლობა. რა ტოლობა? აი რაც არის მოცემული. რა გვაქვს აქ? x მთელია, y მთელია. პირველ რიგში რასაც ვწერთ x კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4 არის დადებითი და x პლუს 3y არის დადებითი. ლოგარითმის გამოსახულება უნდა იყოს დადებითი. მეორე თუ მთელია, დადებითი ხო არის? თუ მთელია x კვადრატს x-ი თუ მთელია, x კვადრატს მინუს y კვადრატი, ანუ x-ის და y-ის მთელია პლუს 4, ესეც მთელი იქნება. ასევე x პლუს 3y-იც მთელი იქნება. მაგრამ რადგან დადებითი უნდა იყოს, გამოდის რომ თითოეული მათგანი იქნება ნატურალური სიდიდე. გადავიტანოთ მარცხნივ. ლოგარითმის შვილის ფუძით x პლუს 3y. ანუ რა გვაქვს? x კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4-ის ლოგარითმი 7-ის ფუძით ემატება x პლუს 3y-ის ლოგარითმი ასევე 7-ის ფუძით ტოლი 1-ის. ჯამი ლოგარითმი 100 ფუძით m-ს დამატებული ლოგარითმი 100 ფუძით n, ეს არის ლოგარითმი 100 ფუძით m ჯერ n. m ჯერ n. და ლოგარითმი 100 ფუძით m-ს მინუს ლოგარითმი 100 ფუძით n, ეს არის ლოგარითმი 100 ფუძით m-ის შეფარდებული n. ამ შემთხვევაში ჯამი გვაქვს და დაიწერება ასე. ლოგარითმი 7-ის ფუძით x კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4 გამრავლებული x პლუს 3y-ზე ეს ტოლია 1-ის. ანუ რა გამოდის? გამოდის რომ x კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4 გამრავლებული x პლუს 3y-ზე ტოლია 7 ხარისხად 1-ის. თითოეული ესეც და ესეც ნატურალური სიდიდეებია. ანუ რა მომიწევს? მომიწევს ორი ცალის სისტემის ამოხსნა. რა და რა? x კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4 ტოლია 7-ის, x პლუს 3y ტოლია 1-ის. ანუ ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი თუ მინდა რომ 7-ის ტოლი იყოს, ერთი 7 უნდა იყოს, მეორე 1. ან პლუს 4 არის 1 და x პლუს 3y 7. აქედან გამოვსახოთ x-ი და ჩავსვათ პირველ განტოლებაში. x-ის ნაცვლად ჩაიჯდება და გვექნება 1-3y-ის კვადრატს მინუს y კვადრატს პლუს 4 ტოლია 7-ის. კვადრატ ჩავიყვანთ. მსგავსი წევრები შევკრიბოთ. ეს იქნება 8y კვადრატს მინუს 6y და მინუს 2. 1 პლუს 5 მინუს 7. ანუ 4y კვადრატს მინუს 3y-ს მინუს 1 უდრის 0-ს. მოცემული გამოსახულების დისკრიმინანტი რასთვის? 9-ს დამატებული 16. მინუს 3-ის კვადრატს მინუს 4 ჯერ მინუს 1. ანუ პლუს 16. 25. y პირველი იქნება მინუს b-ს, ანუ მინუს მინუს 3-ს
+5 მეორედი. ეს არის 8 მეორედი, ანუ მეორედი არა ბოდიში. შეფარდებული 2-ჯერ 100-თან, ანუ 2-ჯერ 4-თან. 8 მერვედი. ანუ 1 და y მეორე ტოლია 3 - 5 მერვედი. 3 - 5 არის -2, -2 მერვედი, -1 მეორე. -1 მეოთხე მთელი რიცხვი არ არის. მაშინ მხოლოდ x-ი ვიპოვოთ, სადაც 1 - 3y, 1 - 3 ჯერ 1. ანუ x-ი ტოლია 1 - 3-ის, -2-ის. ანუ აქ რა წყვილი მივიღეთ? აქ მივიღეთ წყვილი -2, 1. ეს ერთი ამონახსნა. მეორე ამონახსნა. აქედან გამოვსახოთ 7 - 3y და ჩავსვათ პირველ განტოლებაში. თან კვადრატი შევიყვანოთ, ეს არის 49-ს -42y + 9y კვადრატი -y კვადრატს +4-ს -1 უდრის. სწრაფი წერები შევკრიბოთ, ეს არის 8y კვადრატს -42y + 52 900 + 3 48. ტოლია 0-ს. 2-ზე იკოცება 4y კვადრატს -21y + 26 უდრის 0-ს. ამის დისკრიმინანტი იქნება -21-ის კვადრატი 451. ისე დაიმახსოვრეთ. 12-ის კვადრატი არის 154, 21-ის კვადრატი არის 451. 13-ის კვადრატი არის 169, 31-ის კვადრატი არის 961. მოსხვაზე აღარ მოქმედებს ეს. 451-ს -4-ჯერ 26. ეს არის 25 და რა იქნება? y პირველი არის 21-ს -5 შეფარდებული 2-ჯერ 4-თან, ანუ 8-თან, 16 მერვედი 2-ია. y მეორე იქნება 26 მერვედი. 26 მერვედი ეს არის 13 მეოთხედ. ეს არ არის მთელი რიცხვი. ანუ 2. და შესაბამისად x-ი იქნება 7 - 3-ჯერ 2. ანუ 1. ანუ აქ წყვილი იქნება უკვე 1 2. ანუ პასუხი აქ იქნება 1 2 და მეორე წყვილი იყო -2 და 1. ეს არის იმ მთელი რიცხვების შესაძლო წყვილები, რომელთაც მოცემული ტოლობა სრულდება.